და ჩვენ უკვე 200 ვართ, მადლობა თითოეულ გამომწერს. ვაფასებ ამას მართლა. კერძის და ბიცეპსის დღე მაქვს. ასე მგონია თითქოს გუშინ ვარჯიშობდი კერძსა და ბიცეპს. საკმაოდ მალე გადის დრო. ახლო მომავალში ვეცდები რომ დარბაზშიც ვისაუბრო, ანუ დარბაზშიც იყოს საუბარი. ახლა ვერ ვახერხებ, თუმცა მოვიფიქრებ რამეს. წინა ვიდეოში როგორც გითხარით, პროტეინი შევიძინე და გამოყენება დავიწყე. სახელს არ ვასახელებ, იმიტომ რომ რეკლამაში რო არ ჩამეთვალოს და არც გავაკეთებ რეკლამას, რავი, არავინ არ მიხდის ამის გამო. წონის კლებაც საკმაოდ კარგად მიდის. 95 კილო ვარ ახლა. უფრო სწორად ახლა. მოკლედ ბევრს არ ვილაპარაკებ და დარბაზიდან ჩაგერთვებით.
მშვენიერი იყო ვარჯიში. რომ იცოდეთ, გამეორების კადრებს არ ვიღებ ხოლმე. ან თუ ვიღებ, ვჭრი ხოლმე რა, ანუ ვიდეოში, რომ ანუ ძალიან მოსაწყენად რომ არ ჩანდეს ერთი და იგივე ვარჯიში. ამიტომ ვაკეთებ ამას. თუ გინდათ, არა, ეგეც პრობლემა. იქნება ხოლმე ვიდეოში გამეორებების კადრებიც, რავი. დამიწერეთ კომენტარებში თუ გინდათ. აი მკერდის ვარჯიშზე ბოლოში, ანუ bench press რო ვაკეთებდი, აი მანდ წონები დავაკელი, იმიტომ რომ ანუ ბოლო ვარჯიში იყო, ანუ მკერდის ეგ და ანუ თავიდან თუ ზოგადად თუ bench press-ით ვიწყებ ხოლმე, მაშინ წონებით ვაკეთებ რა, ანუ ცოტა დიდი წონებით ვაკეთებ და თუ ბოლო ვარჯიშია, მაშინ საშუალო წონებით ან დაბალი წონებით ვარჯიშობ ხოლმე, იმიტომ რომ თან დამხმარე არ მყავს არავინ რა, რომ დამეხმაროს რა, რაღაც თუ ვერ აუწიე და რაღაცა და ამიტომ ვუფრთხილდები თავს. თქვენც ეგრე გირჩევთ, თუ მარტო ვარჯიშობთ ხოლმე, კარგით, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით. მადლობა ყველას კიდევ ერთხელ 200-ვე გამომწერს. დროებით.